ღარიბაშვილს და ლილუაშვილს პასპორტები აქვთ ჩამორთმეული და ფაქტობრივად შინაპატიმრობაში იმყოფებიან. ამის შესახებ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი შაიშმელაშვილმა ისაუბრა. მისი წყაროების ინფორმაციით ექს-პრემიერისა და სუსის ყოფილი უფროსის სახლებთან კამერები დააყენეს და ტერიტორიაზე ყოველდღიურად სუსის მანქანები ოპერირებს. შაიშმელაშვილი ამბობს, რომ მათი დაკავება უკვე გადაწყვეტილია და ეს მხოლოდ დროის ამბავია. ჩეხეთმა საქართველოს ოფიციალურ პირებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა. შეზღუდვა ეხება დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებს. ასევე რეაგირებთ ადამიანის უფლებების უპატივცემულობაზე, დემონსტრაციების ჩახშობასა და სამოქალაქო საზოგადოების შესუსტებაზე. წერს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 6 ადამიანი დაშავდა უკრაინაში პოლტავას რეგიონში ბენზინგასამართ სადგურზე დრონის თავდასხმის შედეგად. დაზიანებები მიიღო 5 მომძღოლმა და ბენზინგასამართის სადგურის თანამშრომელმა. ყველა მათგანი ჰოსპიტალიზირებულია, მათგან ერთი ქალი მძიმე მდგომარეობაშია. პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა. მინისტრი უკრაინის დედაქალაქში სამხედრო თანამშრომლობის, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს, წერია სამინისტროს განცხადებაში. ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებული გამონათქვამების გამო ჯიმი კიმელის შოუ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერეს. ტელეწამყვანმა თქვა, რომ ტრამპის მხარდამჭერები ახალგაზრდა კონსერვატორი აქტივისტის მკვლელობას სათავისოდ იყენებენ და პოლიტიკური ქულების დაგროვებას ცდილობენ.